იმერეთში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორი ეპიდვითარებაა რეგიონში. ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახი ემსხვერპლა. რას ფიქრობენ საპოტაჟის წინააღმდეგ შექმნილ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები? რას აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიებისათვის სანქციების დაწესების შესახებ? არის თუ არა ოპოზიციური პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტა ამ პარტიების საქმიანობის შეზღუდვა და გადადგამს თუ არა ქვეყანა ნაბიჯს დიქტატურისაკენ? თავარის სპეციალური გამოშვების კითხვებს 20 საათზე პარტია ევროპული საქართველოს ქუთაისის საკრებულოს წევრი კოტე რატიანი პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით დაინფიცირების 2991 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან იმერეთში 499 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის იმერეთის საავადმყოფოებში 1379 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 62 ადამიანი. რეგიონის კლინიკურ სასტუმროებში 135 ადამიანია მოთავსებული, ხოლო საკარანტინო სივრცეებში 7. ამ ეტაპისათვის იმერეთში თვით იზოლაციაში იმყოფება 6228 ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისაგან გამოჯამრთელდა 2001 ადამიანი. ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეში შეეჯახა. გარდაცვლილია ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსაჩი მცხოვრები ოჯახის 3 წევრი, ცოლი, ქმარი და მათი 16 წლის შვილი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს. ტელეფონიდან შევიწყვეთ და გამოვიქეთ სახში მაგაცობით ვახლავლობით და რასაც უყურებ ესა ერთი ოჯახის წევრები არიან? ერთი ოჯახის წევრები არიან. და თუ სად იყვნენ, საით? აქ წყალი დგას და მე მგონი მაგ სიტუაციით მოვიდოდოთ მაგას სიტუაცია რომ მოუსრიალა და შევარდა აქ ჩემი ხისა, ჩემი მაგაცი იყო. დედა და მამა არ ვიცი. მაღალი სიცხარით მოძრაობა? არ ვიცი, არა. მაგი არავინ მარით ანუ მოუსრიალდა, ზოგადად საფადადიოდნენ თუ არ ვიცი, არა. თქო როგორ შეიტყვეთ ამ ავარიის შესახებ? ტელეფონით გავიგეთ ჩვენ დაგვირეკეს. ანუ მშობლები და შვილი დაიღუპა? დიახ. ბოლო 24 საათის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 553 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდამღვევათა კოდექსის 42 მუხლის შესაბამისად 77 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის მანძილზე პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდამღვევათა კოდექსის 42 მუხლის შესაბამისად 476 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
საქართველოში მოქმედმა 12-მა ცნობილმა და გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსვლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლებისაგან განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან შეზღუდვასთან. მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერაცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით, იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლი. რას ფიქრობენ საბოტაჟის წინააღმდეგ შექმნილ კანონპროექტთან დაკავშირებით ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები, თვლიან თუ არა, რომ მოლაპარაკებები წყალში ჩაიყარა და როგორი იქნება ოპოზიციური პარტიების შემდგომი ნაბიჯები. ვცვლად ნახეთ სიუჟეტში. საბოტაჟის წინააღმდეგ შექმნილ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის ერთგვარი იძულება, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. მათივე თქმით, ხელისუფლების ეს მცდელობა უსაფუძვლოა და ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას. პირველ რიგში ის სივრცე, რომელიც არსებობდა მოლაპარაკებებისათვის ქართულმა ოცნებამ და პირადად აი ამ თუთიყუშმა ივანიშვილისა ყობახიძემ პირველ ჯერზე, შემდგომ მეორე ჯერზეც მთლიანად ჩააგდო და ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ პირობებზე ისეუნება ოპოზიციონერს, ახლა ვინც შემოვა პარლამენტში, უნდა დაიწეროს ესე რამდენი მილიონი არად დაიყიდა გიად ოფიციალურად ბიუჯეტით და ეს უნდა დაიწეროს და მე არ მეგულება საქართველოში პოლიტიკოსი, ვინც არის ამ ყველაფრისათვის იქნება მზად, რომ საკუთარი პირადი ესე რომ ვთქვა რეპუტაცია, პოლიტიკური რეპუტაცია კრახისათვის გაწიროს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ნიშნავს ქართულ ოცნებაში შესვლას, ნიშნავს იმას, რამდენად გაიყიდა თითოეულ პოლიტიკაში, პოლიტიკოსი, ვინც ახლა პარლამენტში შევა, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ არ ამგონია საქართველოში ერთ პოლიტიკოსი ოპოზიციაში მოიძებნოს. ეს არის კიდევ ერთი არასახელმწიფოებრივი და ძალადობრივი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადმოდგა თან ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში. რეალურად აღიარება იმისა, რომ ისინი მშვენივრად ცნობენ თავიანთ დათასროს. ერთ პარტიულ პარლამენტში მათ პერსპექტივა არ აქვს, ისინი დასოლდებიან და ეხლა ასეთი ძალადობრივი შანტაჟის ენითი ნაბიჯებით ცდილობენ, რომ რამენაირად დაითანხმონ ოპოზიცია და რომელიღაც ოპოზიციონერი ან პარტია შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ეს არის გამორიცხული. ის ოპოზიცია, ვინც ქუჩაში დგას, მათთვის არავის წაურთმევია ხმები, აცხადებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ფესვების პარტიის წევრი ნათია ჯიმშელეიშვილი მეგატივთან საუბრისას. მისივე თქმით, ის სრულად ეთანხმება შექმნილ კანონპროექტს. საბოტაჟის შექმნილ პროექტთან დაკავშირებით სხვათა შორის მეც დავეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამაში არ ვეთანხმები ჩვენს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში იგივე აზრზე ვარ, იმიტომ რომ ჩემი კონკრეტული აზრი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ქუჩაში დგანან, მე ვფიქრობ, მათ საერთოდ არ აქვს გაბავი იმის ქუჩაში იდგნენ, იმიტომ რომ ისინი არის ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც თვითონ შექმნეს ის სისტემა, რითაც აკეთებდნენ არჩევნებს და მე ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც არჩევანი მათ წინაშე გააკეთა, ანუ ისინი აირჩია, ის არის სრული ხმები მივიდა მათთან და მათთვის არავის არაფერი არ მოუპარავს და არაფერი არ დაუკლია, ვფიქრობ მათთვის. პატარა პარტიები, რომლებიც შეიქმნა და რომლებიც აქტიურად მოღვაწეობდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ მიერ აღებულ მათი სასარგებლოდ მიცემული ხმა საზოგადოების მიერ არ იქნა, ანუ სრულყოფილად ეს ხმები იქნა გაყალბებული. როგორი იქნება ოპოზიციური პარტიების შემდგომი ნაბიჯი? ადგილობრივი პოლიტიკოსები კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. არშევა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ბოიკოტის რეჟიმი შენარჩუნდეს და სამართლებრივადაც გაფორმდეს. ეს არის პირველი დამანგრეველი ამ დიქტატორული რეჟიმისა
შემდგომი ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, საპროტესტო ტალღის გაშლა და აქტიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან. მე პირადად პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების თვალში არ ვიყოთ და დავანახოთ მათ, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მზად არის საერთო შეთანხმებისათვის, საერთო თანხმობის დოკუმენტისათვის, რომელიც იქნება ორიენტირებული საქართველოში აი ამ კრიზისის განმუხტისათვის და არა იმისათვის, რომ რომელიღაცა ოპოზიციონერმა რაიმე დაფინანსება მიიღოს ხელფასი თუ თანამდებობა. თავარი ამოცანა კიდევ ერთხელ მომბარი ახალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი გარემოსის დაბრუნება და ამისათვის რა თქმა უნდა ოპოზიცია მზად არის. მე პირადად პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ოპოზიცია არ იქნება ამ კარების გამომჯახუნებელი, ამ კარების გამომჯახუნებელი თავისი ამ ბრიფინგებით და საქციელით არის ქართული ოცნება. ცნობისთვის აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ, ან 1 წლით შეუჩერდებათ. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ოპოზიციის დამოკიდებულება ჯერჯერობით უცვლელია. ისინი პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს აცხადებენ. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვება სტუმართან ერთად განვაგრძობთ. რას ნიშნავს კობახიძის განცხადებები? არის თუ არა ოპოზიციური პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტა, ამ პარტიების საქმიანობის შეზღუდვა და გადადგამს თუ არა ქვეყანა ნაბიჯ დიქტატურისკენ? თემაზე დისტანციური ჩართვისას პარტია ევროპული საქართველოს ქუთაისის საკრებულოს წევრ კოტე რატიანთან ერთად ვსაუბრობთ. მოგესალმებით ბატონო კოტე და მადლობა რომ გვერთვებით. მოგესალმებით თამარ, მოგესალმებით თქვენ ტელემოყრებელს. ბატონო კოტე, პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომელიც იმ პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე ამბობენ უარს, შეწყდეს დაფინანსებას ნიშნავს. არის თუ არა ეს გზავნილი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა? თქვენ როგორ აფასებთ? ხედავთ თამარ რა უბედურებას ჭირს თითოეულ ჩადანგას და მთლიანად ამ ქვეყანას, იმის მაგივრად რომ ხელისუფლებამ იმ გამოწვევების წინაშე და გამოწვევების დგას ეხლა ქვეყანა და ებრძოლოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პანდემია კრიზისებს, დაკავებული არის ოპოზიციასთან, ისე და ისე ოპოზიციასთან ბრძოლის ხაზზე, იმ დროს, როდესაც ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანი გვეღუყება ქვეყანაში ვირუსის გამო და მოუწესრიგებელი და ჩამოშლილი აბსოლუტურად ჯანდაცვის სისტემა, ხელისუფლება და ივანიშვილი ის კვლავ იმისთვის, რომ ებრძოლოს ოპოზიციას და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების დაამყაროს ამ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობა, ერთპიროვნული მმართველობა და ჩვენ ფაქტიურად თუ კი ვინმეს არ ჯეროდა, ეხლა თანახმად ხედავთ, რომ სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ ამ ქვეყანას მართავს ესეთი არაჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანი და ეს არის გადადგმული ნაბიჯი, სადაც რასაც მივყავართ ავტოკრატიისკენ, რასაც მივყავართ დიქტატურისკენ და ჩვენ და სამწუხაროდ ბატონო კოტე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ სულ მალე ერთპარტიული რეჟიმი დამყარდება საქართველოში? ჩვენ ამ წუთისთვის, ამ მდგომარეობისთვის ქვეყანაში გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი და ის მუქარები, რომლებიც ამ არჩევნების ეგრეთ წოდებული არჩევნების ჭალებში ამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რასაც არჩევნები დაარქვა ივანიშვილის ხელისუფლებამ, გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი და მეორე დღესვე დაიწყო მუქარა ოპოზიციური პარტიების მიმართ, დაიწყო მუქარა მედიების, პრესა და ტელევიზიების მიმართ, რომელიც არ ემორჩილება ივანიშვილს და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მუქარები რეალური ხდება კანონპროექტით შეიტანეს დღეს პარლამენტში, რომელიც ზღუდავს და აბსოლუტურად არის არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური და ქვეყანაში, სადაც იზღუდება განსხვავებული აზრი, სადაც ქვეყანაში იზღუდება პოლიტიკური აზროვნება და პოლიტიკური პარტიები, ეს ქვეყანა მიემართება ერთპიროვნული მმართველობისკენ. ბატონო კოტე, რა გავლენას იქონიებს უმრავლესობის ეს გზავნილი მოლაპარაკებებზე? მოლაპარაკებები გაგრძელდება?
ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ნებისმიერი ჩვენი მხრიდან მზადა ვართ მოლაპარაკებისკენ ჩვენ გვაქვს ქართველი ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით გვაქვს ქართველი ხალხის მანდატი იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ხმამისა ცვლილებებს ქართველმა ხალხმა ხმამისა ოპოზიციას და ოპოზიცია ამ არჩევნებში გაიმარჯვა ეს არ არის მოლაპარაკებები პირობითად პოლიტიკურ პარტიებსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის ეს არის მოლაპარაკებები ქართველ ხალხსა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის რომელმაც მოიპარა და მოიტაცა ეს არჩევნები ამიტომ ჩვენ ნებისმიერ მანდატით რა მანდატის ფარგლებშიც ხარჯ ვიჭერს ქართველი საზოგადოება მზადა ვართ ველაპარაკოთ ნებისმიერ ჩვენი მეგობარი შრომავლების დახმარებით მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დაველაპარაკოთ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ მით უმეტეს ამ ხელისუფლებას რომელიც de facto ხელისუფლებას რომლის ხელში არის აბსოლუტურად მონოპოლიზებული მთელი სისტემა სამართალდამცავიდან დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოლაპარაკებებს გააგრძელებთ მაგრამ ისევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩებით და ასე იმუშავებთ ოპოზიციური პარტიები რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა იყო ცვლილებები და ეს დაკვეთა ეს ცვლილებები ეს არჩევნები ყველაზე უმთავრესი კონსტიტუციური უფლება თითოეული ადამიანისა და საქართველოს მოქალაქისა ივანიშვილმა წაართვა თავიანთ მოქალაქეებს ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს სად იქნება ჩვენ პარლამენტი ჩვენ ხალხთან ვართ ჩვენ ხალხთან ერთად ვართ სულებითაც არ არის და არავის ჭირდება სკამები და იქ პარლამენტში წამოჭრება ჩვენი პარლამენტი არის ხალხი ჩვენი პარლამენტი არის საზოგადოება ჩვენ პარლამენტს გადავიტანთ ქუჩაში იმიტომ რომ ივანიშვილის ხელისუფლება არ გვიტოვებს სხვანაირ სხვა გზას აბსოლუტურად სხვა ალტერნატივას რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს ჩვენ უნდა გავიდეთ ქუჩაში ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხთან ერთად ყველაზე დიდი პარლამენტი ყველაზე დიდი სასაუბრო ეხლა არის ხალხთან და იმ ადამიანებთან რომლებმაც ხმამიცა ცვლილებებს ხმამიცა საქართველოს მომავალს და არა ივანიშვილის ხელისუფლებას ბატონო კოტე საქართველოში მოქმედმა 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ რომლებიც საკმაოდ გავლენიანები არიან და ცნობილები გააკეთეს განცხადება გამოეხმაურნენ უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას და გზავნილს. საერთაშორისო საზოგადოება, ელჩები და მოლაპარაკების შუამავალი დიპლომატები თუ გამოეხმაურნენ და როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობისას? ერთ მნიშვნელოვნად, თუ კი ჩვენ გადავხედავთ აი მსოფლიო პოლიტიკურ რუკას, მსგავსი პრეცედენტები ხდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც აღგანან და არიან ავტორიტარული ქვეყნები და არიან დიქტატურის ქვეშ, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი, სადაც არ არსებობს ებრძვიან განსხვავებულ აზრს და პოლიტიკურ პარტიებს. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან გერმანიის რესპუბლიკაში, ფედერაციული რესპუბლიკაში ფინანსდება არა 5%-იანი ბარიერი, ფინანსდება არა მარტო ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 5%-იანი ბარიერი, არამედ ფინანსდება 1%-იანი 1%-ს გადაშორებული პარტიები, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ პარტიებს, ანუ მეტ განსხვავებულ აზრს მიეცეს ქვეყანაში სიტყვის თქმის უფლება, მიეცეს მოქმედების უფლება, მიეცეს ყველანაირი უფლება, რაც განსაზღვრული არის ჩემი თქვენი თითოეული ადამიანის კონსტიტუციით და ეს არის საქართველოს კონსტიტუცია. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არანაირად დაგიწევს არც ერთ კანონს და მთავარს არანაირად დაგიდევ უმთავრეს ქვეყნის უმთავრეს კანონს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციას. ეს ხელისუფლება გასული არის როგორც საკონსტიტუციო ჩარჩოდან კანონის მხრივ, ისე გასული არის მორალური ჩარჩოდან, მას არანაირი უფლება არ აქვს, არანაირი მანდატი არ აქვს ესაუბროს საზოგადოებას, ესაუბროს ხალხს, ის მხოლოდ და მხოლოდ საუბრობს ძალის ხრივს და კუნთების ხრივს, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ამ ხელისუფლებას ჩიხში შესულებიანია, მიიყვანს ხელისუფლების დასრულებისკენ და ჩვენი როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის რაც შეიძლება ნაკლები ყევებით ეს ხელისუფლება მოშორდეს აი ამ ქვეყანას და ქართველმა ხალხმა მიიღო ის რაც დაიმსახურა და ისი შეკვეთაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოტე, დაგემშვიდობებით უკეთესი სიმედით, რა თქმა უნდა, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხვებს პარტია ევროპული საქართველოს ქუთაისის საკრებულოს წევრი კოტე რატიანი პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგზობს, მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა, ხვალამდე გემშვიდობებით. გმადლობთ რომ გიყურებთ. ნახვამდის.
17,000-ზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3,000-ზე ნაკლების შემთხვევა ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. ამასთან გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემიის გავლენით მოსახლეობამ ახალი წელიც განსხვავებულად უნდა აღნიშნოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. ჩვენთვის შეიძლება ასე ჩვეულ დიდ წვეულებებს, საახალწლო წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია. საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან დახურულია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ამ შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან იგეგმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. დღესვე გიორგი გახარიამ თქვა, რომ 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54,000-მა მოქალაქემ მიიღო. ამ დახმარებას იღებენ თვითდასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობა. კომპენსაციის მისაღებად ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია 24 დეკემბრის ჩათვლით. პრეპარატი რემდესივირი უკვე საქართველოშია. ამის დასადასტურებლად ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიას პრეპარატი რემდესივირი უჩვენა. გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება და დღეს საქართველოში არის უკვე რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგის ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. პროტოკოლით შესაბამისად შეიცვლება, გუნდი მუშაობს ამასთან დაკავშირებით. ორშაბათიდან უკვე მკურნალობის პროცესში ჩაერთვება პრეპარატი. ეკატერინე ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია პრეპარატის რა რაოდენობა ჩამოიტანეს საქართველოში გუშინ. რემდესივირი ებოლას წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატია, ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით კი ის არც თუ ისე ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ, როგორც თავიდან ეგონათ. მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული. აქედან გამომდინარე მთავარი არის მოხმარების ხარისხი. ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძე მედიის კითხვის პასუხად გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქ თუ არა საქართველოს ბაზარზე არსებულ პირბადეებს ყველა ის სტანდარტი დაცული, რომელიც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის. თბილისი ენერჯი კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს აღარ გაზრდის. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააჟღერა. ხონდა ჩვენ არაერთი კომუნიკაცია თბილისი ენერჯისთან და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება. არ შეიცვლება. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავდროულად ხედავდეს, რომ მოსახლეობის და ბიზნესების მომხმარებლების გადახდის უნარიანობაც არის საკმაოდ კითხვის ქვეშ, იმიტომ რომ არ არის მარტივი წელი, არის რთული წელიწადი, აქედან გამომდინარე, თუ კი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ შეიძლება ყოველთვის რომ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ესეც მოხდა. თბილისი ენერჯიში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არაფერი იცვლება და სიახლის შემთხვევაში განცხადებას გაავრცელებდნენ. ამ ეტაპზე კი მსგავსი კომენტარი გაკეთებული არ არის. დეკემბრის დასაწყისში კომპანია თბილისი ენერჯიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 24 თეთრით გაიზრდებოდა. დღეს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კი ამბობს, რომ კომპანიამ გაძვირება გადაიფიქრა. ახალი წელი გადაივლის, გამოფხიზლდებით და საკმაოდ ცუდ რეალობაში ვიქნებით. ივაჭყონია შეფასებით, თუ კომპანიებმა არსებული შეზღუდვების ფონზე თუნდაც წინა საახალწლო პერიოდში პროდუქციის რეალიზება ვერ შეძლეს, ეს მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. იგი ამბობს, რომ ბიზნეს სექტორს სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები უნდა გაუწიოს. მისი შეფასებით არასწორია მთავრობის მიერ ინიცირებული სუბსიდირების პროგრამა. არავის დაავიწყდეს სუბსიდირებას, რით ახდენს სახელმწიფო. სუბსიდირება ხდება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ნეგატიურია, განმარტა ჭყონია. ბიზნეს თვითონ სახელმწიფომ უნდა მიცეს გარკვეულწილად შეღავათები დაეხმაროს. თუნდაც რაზეც არაერთხელ უსაუბრია ჩემ ასოციაციას და გამოსულვართ ინიცირებით, ჩვენ არ მოგვითხოვია თქვა არანაირი არც ერთი გადასახადის მოხსნა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქონდა საუბარი, რომ DGG-ს გადახდა მიებად რეალიზაციას. ეს კომპანიებში გაზრდიდა ლიკვიდურობას და რა თქმა უნდა იმ მძიმე ყოფას, რომელშიც დღეს არიან შეუმსუბუქებდა. იყო საუბარი, რომ არ იქნებოდა ლოკდაუნი და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა სხვა კუთხით
სხვა შემოვლითი გზით დაერქვა წერტილოვანი ლოკდაუნი, თუმცა ნუ ეხა მეტი შეზღუდვა არ ვიცი, რა უნდა იყოს. მთავრობის მიერ წარდგენილი ორთვიანი გეგმის მიხედვით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ. თუმცა ბოლო დღეებში მთავრობის წევრები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ. კანონპროექტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით პარლამენტში ინიციატივის წესით კანონპროექტების პაკეტი შევიდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უარი საპარლამენტო საქმიანობაზე დაფინანსების საეთერო დროისა და ხელფასის შეჩერებას გამოიწვევს. ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. ანიშნული პაკეტი თვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით ასდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ანიშნული კანონპროექტის მიხედვით პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყდებათ, ან 1 წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესწავლილი ცვლილების თანახმად იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე წესს. როგორც კობახიძე განმარტავს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში პარტიას რეგისტრაციის შემდეგი არჩევნებიდან გაუქმდება. კობახიძის შეფასებით ეს პარტიის აკრძალვა არაა და მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმება. მისივე თქმით, კანონპროექტის პაკეტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია კობახიძის ინიციატივას მიუღებელს უწოდებს როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად. ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ მოხდეს იმ პოლიტიკური პარტიების დასჯა, ვინც არ შემოვიდა პარლამენტში და ვინც დაწერა განცხადება და ტოვებს საქართველოს პარლამენტს. ფაქტობრივად უკუძალა იქნება ამ კანონპროექტს, რაც არ უნდა ფორმულირება ჩაიწეროს, ეს რეალურად ეს არის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში კანონის მიღებით უკუძალა გავრცელდება ამ მოქმედებებზე. თუ არ უნდათ რომ დაფინანსება მისცენ, მაშინ პარლამენტის შედეგები უნდა იყოს ანულირებული არჩევნები და ითქვას, რომ ეს არჩევნები არ ასახავს იმ შედეგს და ამიტომ აღარ უნდა გაიცეს დაფინანსება არავისზე, მათ შორის ქართულ ოცნებას. ძალიან მძიმეა, როცა ერთპარტიულად მიიღება გადაწყვეტილებები, მით უმეტეს ესე პოლიტიკურ საკითხებზე, რომ პოლიტიკური თამაშის წესებზე ზოგადი სტანდარტია, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს უნდა ელაპარაკოს. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის გარეშე 11 დეკემბერში შეიკრიბა. პირველ სესიას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ. ამ დროისთვის მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებით მიმართეს. ლეიბორისტული პარტიის ევროპული საქართველოს სტრატეგია აღმაშენებლის, ლელოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულმა დეპუტატებმა. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მიერ რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ან იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის ან მილანის აეროპორტებს შორის. შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე. საქართველოში რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა არაერთი მიმართულებით დაახლოებით 10 თვეა შეჩერებულია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის ნომერ 164 განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება, შეუძლიათ ქვეყანაში 2021 წლის 1 ივლისამდე დარჩნენ. მანამდე მათთვის ეს ვადა 31 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული.